are so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშაცა და მე ვარ ევროპელი. ვიღაცა შეიძლება სევდიათ მოეჩვენოს, მაგრამ დიდი რაღაცეები რა აღარ ხდება. აი დილით ჩემი შვილი რო დავინახე ძალიან გამიხარდა. ჩემი შვილის ღიმილი არის ჩემთვის, რა ვიცი, აი ძალიან დიდი სიხარული. იმისთვის რომ აქ მოვსულიყავი ძალიან მაგრა დავეცი და ეხა რაღაცნაირად ვცდილობ რომ აი სიმშვიდე შევინარჩუნო. და რაც უფრო დრო გადის, ნაკლებს და ნაკლებს ვცდილობ რომ ეგრე იყოს. იცით რა, მე ძალიან ბედნიერი ბავშვობა და სტუდენტობის პერიოდი მქონდა. ჩვენი მაშინდელი გაგებით, თავისუფლებიც ვიყავით, გამოფენებიც ეწყობოდა, მოკლედ კარგი სპექტაკლებიც, სავსე ცხოვრებით ცხოვრობდით. მაგრამ რა მინდა გითხრათ, იცით, მე სახლში მაქვს არც თუ ისე დიდი გალია. ძალიან ლამაზი გალია და 14 ჩიტი მყავს. არაფერს არ ვაკლებ იმ ჩიტებს. საჭმელს უდებ, აბაზანაც აქვთ, წყალი და მოკლედ სინათლეც არ აკლიათ და ძალიან კარგად არიან. აი პატარა სახელმწიფო არის ჩიტების. მაგრამ ამ ჩიტებმა ფრენა არ იციან. არაფერი არ აკლიათ, მაგრამ ფრენა არ იციან. დაბადებულები არიან ამ გალიაში. არ იციან ციდან რო გადმოხედავ დედამიწას, როგორი ჭრელია, როგორი მრავალფეროვანია, რამხელა არის, რამხელა ყოფილა ქვეყანა. ეს სამყარო როგორი ფერადია და როგორი საინტერესოა. ეს არაფერი არ იციან. უღოდ კარგად არიან. მეც ესე ვიყავი, ჩემი მეგობრებიც ძალიან კარგად ვიყავით, იმიტომ რომ იმის იქით არ ვიცოდით რა ხდებოდა. რასაც გვაწვდიდნენ, იმით ვიყავით კმაყოფილები. ეს იყო ჩვენი ჩაკეტილი სამყარო. მაგრამ ფრენა არ ვიცოდით. მაშინ იცით, როცა იწყებოდა ეს ეროვნული მოძრაობა, გულწრფელად უნდა ვთქვა, მეც და ბევრი ჩემი მეგობარიც ბოლომდე არ ვიცოდით რა ხდებოდა. პლაკატები გვეჭირათ ხოლმე ნატოს ჯარი. აზე არ ვიყავი, რა ნატო, რა არის ნატო, ევროკავშირი, რა ევროკავშირი, საერთოდ ნამყოფი არ ვიყავი ევროპაში და აი ეს კოკა-კოლა რომ მიდგას, ძალიან დიდი მიღწევა იყო ხოლმე, თუ ვინმე ჩამოიტანდა და ცოტა-ცოტას მოწრუპავდით, მე აქ ვჭრიდით ხოლმე და ფანქრები მეყარა ამაში და ეს იყო რაღაცა შორეული, მაგრამ ძალიან საინტერესო სამყაროდან შემოსული საგანი. მე ინგლისურიც იცით რატო არ ვიცი, ცუდად ვიცი ძალიან, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ მე ეს არ დამჭირდებოდა და აბსოლუტურად შეგუებული ვიყავი ამას. სროლები რო იყო, ეგ ხო ტრაგედია იყო რა, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ შემდეგ დღეს უნდა წავსულიყავით რუსთაველზე, იმიტომ რომ გილზები უნდა აგვეკრიფა და რაღაცა შეიძლება ტყვიისთვის გამოგვეკრა ხელი რა. და ამას ვაგროვებდით, ეს თაროებზე ყველას ელაგა და ვეჯიბრებოდით კლასელები ერთმანეთს, რომ აბა ვის უფრო დიდი ტყვია აქვს, ვის უფრო მეტი აქვს, ვის უფრო იშვიათი აქვს. აი ეს დაბრკოლებებიც ერთგვარი რაღაცა თამაშივით იყო, როგორ გავძრებით, როგორ გამოძრებით, როგორ გადაურჩებით რაღაცებს. დღემდე ვმუშაობ მაგაზე. სულ თავდაცვის მოუჩი ვარ. ვატყობ. ინგლისში წავედი სახელმწიფო 2006 წელს, რამოდენიმე წელი გავატარე და ვატყობდი, რომ აი მანდ მივხვდი რა, რომ ინგლისში ხო არაფერი არ მჭირდებოდა ეგ თავდაცვის. აი ტიპმა შემოხედა და შენს უნდა დაუძაბო რა. მივხვდი, რომ იქაც მაქვს ეგ რა და ეგ გამჯდარი მაქვს რა, იმიტომ რომ რაღაცა თვითგადარჩენის ინსტინქტი მაქვს, რომელიც დღემდე მომყვება რა. ძალიან გვიჭირდა ბევრი რამის სწორად აღქმა. და რაღაცნაირად დინებას მივყვებოდით. ამიტომ ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. თუნდაც იცით, ისეთი სინდისის ქეჯნა მაქვს, როცა აფხაზეთის ამბავი მოხდა, მე მეგონა, რომ ეს სულ რაღაც ერთ-ორ თვეში იყო ომი და დამთავრდა. წელიწად ნახევარზე მეტი მიდიოდა. მაგრამ მაშინ ჩვენი გაჭიროებით ცხოვრობდით.
ძალიან გაჭირვებით. მე არ დამავიწყდება რამდენჯერ ვარ მშრალ ხიდზე და გამიყიდია რაღაცეები სახლიდან. მე და მთელი ჩემი სამეგობრო ვიყავით გაქცევაზე. გინდა ფიზიკურად გაქცევაზე ქვეყნიდან, გინდა ქვეყანაში. აი იგივე მე მაგაზე მიფიქრია ის ფაქტი, რომ უმეტესობა მუსიკოსები ინგლისურად ღეროდნენ. ეგ იყო ერთგვარი გაქცევა, რომ ჩვენ ნახეთ ჩვენ ის თბილისში კი არ ვცხოვრობ, სადაც ხალხს კლავენ რა. ჩვენ ვართ რაღაცა მოგონილ სამყაროში ინგლისურად ღერით, როგორც აი ის თარები, რომელიც ჩვენ მოგწონს, ჩვენც ეგეთები ვართ და რაღაცა ჩვენი ისეთი კუტოკი ყავდა და ხოც გარეთ არ გავდიოდით რა. იყო ძალიან ბევრი რაღაცის მიუღებლობა. ბევრ რაღაცაზე აგრესია, დაცვითი, რომ აი ეს ლტოლვილები შემოვიდნენ და რა დღეში არიან. მწვენია ამის თქმა, მაგრამ რეალურად იცით, აი ხა უკრაინაში რაც მოხდა და ლტოლვილები წამოვიდნენ და ჩვენთანაც, აი მაშინ გამიჩნდა პირველი აი ტრაგედია მაშინ მივხვდი რა გადაიტანეს რეალურად. და ყველაფერს ვაკეთებდით ყველანი გარშემო, რომ აი ეს რა ვიცი, ის დანაშაული მოგვერეცხა ჩვენი თავისთვის და რაღაცნაირად პატიებას ვთხოვდით ამით, იმიტომ რომ მაშინ ძალიან არასწორად ვიქცეოდით ჩვენ. ჩვენ ვერასდროს ვერ გავიგეთ აქიდან. აი აქ ვზივართ ახლა 2025 წელს და ვერ გავიგეთ 91-ში რა მოცემულობა იყო და რის საშუალება ჰქონდა ადამიანს. ისინი ისე იქცეოდნენ, თავის მაქსიმუმს აკეთებდნენ, მე ესე მჯერა რა. განსჯარო მეტის გაკეთება, ან უკეთესად რაღაცის გაკეთება შეეძლოთ, მე არ მგონია სწორი. მამაჩემს ყავდა ძალიან ბევრი მხატვარი მეგობრები და ერთხელ მამა საზღვარგარეთ წავიდა და ერთ-ერთ თავის მეგობარს ჩამოუტანა ძალიან დიდი ესეთი პალიტრა, რემბრანდტი ერქვა, ზეთის საღებავების. მხატვარმა რო გახსნა, დაიწყო სინჯვა და ერთი 15-ნაირი ყვითელი იყო, შავი იყო 5 თუ 6-ნაირი და ეს ფერების გრადაცია იყო, დაჩდა ესეთ ზის და ვაიმე კაკო მე ამითო ვერ დავხატავო. ეს იყო მისთვის შოკი, რომ შეიძლება რომ აი ამ რაოდენობის ფერები დადო და აღარ დაგჭირდეს შენი ფერის გამოყვანა. ეს იყო შიში, ეს იყო დამაბნეველი. მე ვამბობ ძალიან კარგ მხატვარზე, მაგრამ ის ერჩივნა. იმიტომ რომ ეს არ იცის რა არის. აი ახლა არის ზუსტად რომ აი რაღაცით გაშინებენ. რაღაცა შიში კიდია. ეშინია ხალხს. აი რაღაცა გაუცნობიერებელი შიში, რომ რაღაცა დაგვემართება. აი ახლა გავართ ყველაზე ისტორიის ბოლო პერიოდის ყველაზე რთულ მომენტში და ძალიან დიდი ჭკუა გჭირდება და რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისტორიას შელამაზება არ ჭირდება, გადაკეთება არ ჭირდება და სხვადასხვა ვარიაციებიდან მოყოლა არ ჭირდება. ფაქტი უნდა იყოს ფაქტად. აქ გემოვნებაზე არ არის ლაპარაკი. აქ არის ქვეყნის ყოფნა არ ყოფნაზე. მე არსად არ წავალ და რაც ყველაზე უფრო מחარებს, ჩემ შულს გაგონება არ უნდა არსად წასვლის. აღმოჩნდა, რომ ეს ახალგაზრდები ვინც ახლა ისევ იბრძვიან. ამათ ფრენა იციან. ამათ იციან რამხელა არის სამყარო. და ამის გაჩერება მათი სიკვდილის ტოლფასი არის. არ ვიცი, ძალიან პოეტურად ვერ გაქცევ ამაზე პასუხს, იმიტომ რომ რა, ჩემი სახლი არის, რომელზეც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვარ მიჯაჭვული. ერთხელაც იყო, რომ ინგლისიდან ჩამოვედი მახსოვს და მივხვდი, რომ აღარასდროს აღარ მინდა დაბრუნება რა. უბრალოდ წავედი, რაღაცა ჩავალაგე და ჩამოვედი რა. სხვა ჰაერია, რაღაც სხვა ხალხი არის რა. იქ ბევრი წელი ვიცხოვრე, მაგრამ მაინც სულ უცხო ვიყავდი რა. რაზე ვოცნებობ, იცით? რომ დილით გავიღვიძებ და აი ეს ბოლო წლების კოშმარი იყო ჩემი ცუდი სიზმარი.
მართლა, იცით რატო? იმიტომ რომ აი ეს დილით რო ვიღვიძებ და აი მართლა სასო წარკვეთილი, მე დღის გაყვანა ძალიან ძნელია ხოლმე. იცით როგორ გამყავს? აი ხა წავალ ვიყიდი იმას, კარტოფილს ვიყიდი, იმას ვიყიდი და მოდი ახლებურად შევწვავ. იცით რომ არ ვიფიქრო, ოღონდ გულწრფელად გეუბნებით, არ ვიფიქრო. ხო და აი კარგია ზეგ სპექტაკლი მაქვს და რახან ზეგ სპექტაკლი მაქვს, მაშინ ეს 2 დღე მოდი რას გავაკეთებ, იცი? მოდი აი ამას გავაკეთებ, მე იმას ვნახავ, იმ სერიალს ვნახ და ოღონდ ამას როგორ ვაკეთებ, იცით? მექანიკურად. რომ დავბლოკო რაღაცა, რაც მე მხდის ძალიან ცუდად. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას შევხედავ როგორც რაღაცა გარდამავალ პერიოდს, რომ აი ნახე ესე კი იყო, მაგრამ მე აი როგორც რავი ხა ბევრი მაგალითი მაქვს ესე წარსულიდან, ხო? ანუ იგივე რასაც ყვებოდი, რომ 90-იანებში რა საშინელება იყო, როგორი ანუ ხალხი იყო გაღიზიანებული, ერთმანეთს უღრენდნენ, ცემდნენ, კლაუდნენ და მოვედით აქამდე და უკან ხო არ წავალთ რა, ყველა ვარიანტში განვითარდებით და ძალიან დიდი იმედი რომ რაღაც 70 წლის ნიკა ამას შეხედავს და იტყვის რომ ნახე სად ვიყავით და როგორი გაზრდილები ვართ ახლა რა. We are so happy and proud. მე ვარ ქართველი, მაშასა და მე ვარ ევროპელი.